მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. მაგრამ უკვე 2026-ია და მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. ეს ახალი წელი ყოფილიყოს თქვენთვის საუკეთესო წელი. თქვენი ოცნებების, თქვენი მიზნების ასრულების წელი. ამიტომ უხეში ტესტ-დრაივის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ 2026 წელს. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ უხეშ ტესტ-დრაივს, ჩემს უკან დგას ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური პიკაპი. ეს არის RAM TRX. დიდი ხანია ველოდებოდი რამის გადაღება მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ პიკაპები ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ნუ ამერიკას უფრო გულისხმობ, იმიტომ რომ ევროპაში დიდად პიკაპებით არ დარბიან ხოლმე. უზარმაზარი პიკაპებით, იქ უფრო პატარა პიკაპები ყავს. ეს არის ნამდვილი ცივსისხლიანი ამერიკელი. ნომრებით მიხვდებოდით GL, ჩვენი მეგობრის ავტომობილია და ამ ნომრებით ძალიან მაგარი მანქანები ხვდება ხოლმე ჩვენს არხზე. ამიტომ უღრმესი მადლობა ჩვენ მეგობარს, რომ გთხოვნის თავის მანქანებს და რაც თავარია ჩვენს არხს უდგას გვერდით ყოველთვის. რაც კი განსაკუთრებული ავტომობილი ყავს ხოლმე და განსხვავებული, ყოველთვის გვატანს, რომ ისეთი ტესტ-დრაივი გადავიღოთ, როგორიც ჩვენ შეგვეფერება. ეხლა რაც შეეხება ტერიტორიას, ჩვენ ეს მანქანა სპეციალურად გამოვიყვანეთ სისყნარეში. ჩვენ ვიმყოფებით შატო მეფის ქალაქში, ულამაზესი სასტუმრო, თავისი ესეთი ულამაზესი ეზოთი და აი ამ მანქანას მე ვთქვი, რომ ძალიან უხდება. იმიტომ რომ პიკაპი არის ისეთი, რომ ქალაქგარეთ უფრო გიწევს ხოლმე სიარული. პიკაპი ზოგადად ამხელა უზარმაზარი პიკაპი არ არის ქალაქისთვის და პატარა ვიწრო პარკინგებისთვის. ხო და ჩვენ ზუსტად გადავწყვიტეთ, რომ კარგი ადგილი გვჭირდებოდა, რომ ეს მანქანა გადაგვეყოთ დასაწყისი მაინც. ხო და ჩამოვედით მეფის ქალაქში ესეთი მეფური მანქანით და დღევანდელ ტესტ-დრაივში გავიცნობთ ამ მონსტრს. 2021-დან დაიწყო ამ მანქანის გამოშვება TRX-ის და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე Raptor-ი გამოსული იყო, იმიტომ რომ 2017-დან წამოვიდა ის Raptor-ი, მე რომ მომწონს F-50 იკუზაო და ნუ რაც კი იქ იყო რაღაცები ხალხი გაგიჟდა ძალიან ბევრი იყიდება. ნომერ პირველი არის გაყიდვა. სხვათა შორის ჩვენ მეგობარსაც ყავდა ძალიან მაგარი ლურჯი ფერის Raptor-ი, მაგრამ გაყიდა და გადმოждდა აი ამ RAM TRX-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ამოიწერეს ყველაფერი, ამოწერილი იყო ხალხს რა მოწონდა Raptor-ში და გადაწყვიტა რამმა რომ უფრო მაგარი პიკაპი შეეთავაზებინა თავისი მომხმარებლისთვის. პირველი რაც გააკეთეს ეს არის, რომ აი ეს ეპოქა რო დაიწყო 8 ცილინდრიანების და ეს კომპრესორების, აი ტიპები იჟდნენ, დაიბოღმნენ, ანუ ეს დაბოღმა ზოგჯერ კაია ხომ, ეს დაიბოღნენ, რომ Ford-ი აი ესე ბაბანებ და Mustang-ი იქნებოდა თუ თავისი F-50 Raptor-ი და აი გადაწყვიტეს, რომ ყველასო დედა უნდა აი ზუსტად ეგ არის Dodge Challenger-ის ვიდეოს რო გადავიღეთ, ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი და ტიპებს იმენა ყველაფერი კიდიათ. აი ისეთი დაბოღმილები იყვნენ, აი ეს ლუდიც კი აღარ ყოფნდათ, იმდენს სვავდნენ და გადაწყვიტეს, რომ ყველასთვის უნდა გადაევლოთ Z. ანუ muscle car იქნებოდა თუ აი ესეთი დიდი უზარმაზარი SUV პიკაპი იქნებოდა, აი დაიკიდეს ყველაფერი ჩატენეს 8 ცილინდრიანი ძრავი. ოღონდ ეს 8 ცილინდრიანი ძრავი სხვადასხვა კი არ არის. ის ლეგენდა Hellcat-ის ძრავი დევს ამაშიც რომელიც დევს Challenger-ში და Charger-ში. აი ზუსტად ერთი და იგივე ძრავი დევს სამივე ავტომობილში. ეგ არის აი 7 ცხენისძალიანი მონსტრი. ერთადერთი სხვადასხვა ცხენები უწერია Challenger-ს და ამას და მაგას გეტყვით რატო ძრავს რო აქვთ მე მაგაზე ვილაპარაკებ. იმიტომ რომ შემჩვევის სისტემა ცოტა გადაკეთებული და ეგ არის ცოტათი ნაკლები ცხენი აქვს. მაგრამ დაუბრუნდათ მთავარ აზრს, ამ მთელი მუღამი ის ქონდათ, რომ ყველაზე ბრუტალური მანქანები გამოუშვათ. ყველაზე ბრუტალური muscle car-ი გამოუვიდათ რეალურად, რომელიც გაყიდვაში აი მიფრინავს, Challenger-ი მიფრინავდა ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, RAM-ი 1500 TRX-ი. სანამ კაპოტს ავხდი, ვიზუალს მინდა შევეხო, როგორც მე მიყვარს ხოლმე, და ვიზუალი არის პირველი, აი თვალს რაც გჭრის, ეს არის ვიზუალი და მერე უკვე ყურში გესმის ის
წვილი კომპრესორის და 8 ცილინდრის ბაბანით, მაგრამ მაგას დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ამანქანით ბევრი უნდა ვიაროთ და ხმასაც მოგასმენებთ, რა თქმა უნდა, ძრავსაც ჩავხედავ და სიარულზეც ვილაპარაკებ. რაც შეეხება ვიზუალს, პირველი შეხედვით ჩვეულებრივი მძღნერი სათარევი პიკაპის ვიზუალი არ აქვს. იმის თქმა მინდა, რომ ერთი შეხედვით რომ შეხედო, გეგონება აიღესო ამერიკის სიამაყე მასალქარიო და უბრალოდ გაადიდეს და გამოუვიდათ პიკაპიო. ცოტა ეს ცხაურა დაპატარავებულია, მაგრამ ჰაერი რო კარგად აიღოს, რამი თვითონ ეს უზარმაზარი 300 რაც არის, ეს არის ამოჭრილი, რომ ჰაერი შევიდეს ამაში და წინაღობა არ ყოფილიყო, რომ რადიატორი და ძრავის განყოფილება გაგრილდეს. 6 და 2 წილთა და ზევიდან supercharged, ანუ ეს უკვე ქვას ხეთქავს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ძრავიდევს, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ამერიკული ძრავიდევს აი ამ მანქანაში. აქ ნამდვილი ჩასაბმელი რკინები არ არის, რაღაცა ფოსფორისფერი პლასმასები. ხო, ეს არის ნამდვილი, რაც გინდა ჩააბი ამას და გაათრიე და ეს მანქანა ყველაფერს გაათრებს. აი ამ სასტუმროს რო ეხა ჩაუბა ჯაჭვები და ჩავაჭიო, ცოტათი ჩამოვწევ. აი რომ მითხრან ცოტა გაწიო, წინ მიწიო ხეთთანო, შემიძლია ცოტათი დაუძრა ეს სასტუმრო, იმიტომ რომ ამის ნიუტონი და ცხენები არის არა ამ ქვეყნიური. 2021-ში გამოვიდა თან ყველაფერი აი შეცდომები სიტყვაზე რაც დაუშვა Ford-მა ან Chevrolet-მა თავის პიკაპებში, ან ხალხს რაღაცა სხვა თუ უნდა და ამათმა ყველაფერი შეასრულეს. ეგ სხვათა შორის ჩათალახური გათვლა არის ხოლმე ეგ. ოდნავ გვიან რო უშვებ შენ მანქანას, იცი რა უნდა დახვეწო, რა უნდა დაამატო, ან რა უნდა ამოიღო იმ შენი მოდელიდან. რაც ხალხს არ მოეწონა, რაღაცაზე წუწუნებენ. ამ შემთხვევაში ცხვირს თქვენ კარგად ხედავთ, როგორ გამოიყურება ბრუტალურად, უნდა ვთქვა ბრუტალურად. ეს განათება დამატებულია, ანუ სპეციალურად ამ მანქანისთვის არის შექმნილი, იმიტომ რომ აქაც ცხაურა არის ქვევით, ეს დიზაინი მიდის და ქვევითაც ცხაურა და აქ არის ესეთი LED განათება. ასევე ამერიკელებისგან, ნახე, ამერიკელებმა იმუშავეს, იცოდნენ, ბოლო გაფართხალება იყო ეთყობა, ეგ ყველაფერი. ჭრილები, აქ რო შეიხედები, კრილოს უკან ჰაერიც რა, შუქი პატარა გვირაბის ბოლოს შუქიც მოჩანს. ეს არის ფუნქციონალური, ანუ ამერიკელებისგან ფუნქციონალური კრილოა, ჩემი ჭრილი, იკაიფე. რამდენად დაბოღმილები იყვნენ, ან რამდენად თვალები იყვნენ, რომ დავაი მე ვიხდიო დირექტორმა დაიძახა და აი მთელი ფული ჩაყარეს ამ მანქანაში. აი ვიხდიო, გადახდილია. რო გამოფხიზდნენ გაუმართალთ, იმიტომ რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ ეს მანქანები ძალიან მოთხოვნადია და საკმაოდ კარგად იყიდებოდა. პირდაპირ ვიძახ, საკმაოდ კარგად იყიდებოდა იმას, რომ თავი დავანებოთ ჩელენჯერები და ჩარჯერები იმენა რომ ამ მოისვეს ტრაქში, იმიტომ რომ მზესუმზირასავით იყიდებოდა. აი ჩელენჯერი ვარდებოდა. პრომეტი გაიყიდა თუ უფრო მეტი მოიპარეს. ბევრი მოიპარეს, ბევრი გაიყიდა. რა თქმა უნდა, ადრე ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე, მაგრამ კიდე უნდა გავმეორდე, რომ ჩელენჯერი Hellcat იყო ერთ-ერთი და არის ერთ-ერთი ყველაზე მოპარვადი ავტომობილი ამერიკაში, შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში ახლა ახალი სქემა გააზრეს კიდე ძალიან ჭკვიანური, ანუ ის ხალხი კი ხო, შეირბინა, მოიპარა სალონი, ეგრე არ არის ხა, რატომ უნდა გაიშარონ თავი? ღამე მიადგებიან ერთ ჩელენჯერს იქვე ბნელ კუთხეში, დაშლიან თავიდან ბოლომდე. აი დედა წამებში, არ ვიცი რამდენი კაცი მუშაობს მაგაზე, მაგდენი ვერ გავარკვიე, მაგრამ აი ერთ ღამეში შლიან, რას იხსნება თავისი ძრავიანით, აი ესე ბრდღუნიან მიდიან არხეინად, ბედნიერად, წყნარად, ის დაშლილი კუზავ არავის აღარ ჭირდება, რა თქმა უნდა, მიდის უკვე აუქციონზე, თვითონვე ყიდულობენ კუზაოს აუქციონზე, რავი, შეიძლება $1000 ყიდულობენ, შეიძლება $500 ყიდულობენ, იმიტომ რომ სარიელი კუზავ და ვინკოდი არავის აღარ ჭირდება და მაგ მანქანას, ანუ რაც დარჩა მანქანა, თვითონვე ყიდულობენ და მე ამ მოპარულ ნაწილებს თვითონვე აწყობენ და თვითონვე ყიდიან. ანუ ერთი მანქანა შეიძლება ტიპებმა მოიპარონ 3-ჯერ, იმიტომ რომ დაშლიან აწყობენ და всё მანქანა ყავთ. ნუ კარგი სქემა ეხა. დასაძუნე არაფერი. ვერ დავიწუნებდი, კი, ეხა მე რაღაცა მაგის პოპულარიზაციას არ ვაკეთებ, რომ რაღაც მანქანა უნდა დაშალო და მოიპარო და რაღაცგან, მაგრამ ნუ სქემა ეხა დასაფასებელია, ანუ ტიპებმა იფიქრეს, ანუ მაგარი რაღაც გააზრეს სხვათა შორის. კაი, დაუბრუნდეთ ჩვენ Dodge-ს. რისი თქვა მინდოდა? ძალიან მოთხოვნადია და საკმაოდ დიდი მაყუთი ამოდის, იმიტომ ეს ძრავები ერთ-ერთი ყველაზე ზვირიანი ძრავებია ამერიკაში, იმიტომ რომ ყველაზე მოთხოვნადი ძრავებია, იმიტომ რომ აი რა ბუჩათაც არ უნდა აეგდო ეს ძრავი, ნუ არ ვიცი, ლეგენდა ძრავი არის და თან იმ კომპრესორის კივილი, კნავილი იმენა, აი მთელი ინტერნეტ სივრცე მაგაზე ანძრევს, ზუსტად აი ეგ ძრავი დევს ჩვენთან და მეც უნდა ავაკნავლო ეს ძრავი აუცილებლად. ეხა ისე ვიზუალს დაუბრუნდეთ.
30 სანტიმეტრიანი კლირენსი, ანუ საკმაოდ მაღლა დგას ეს ავტომობილი, ნამდვილი მონსტრია ოფროუდის. ქარხნულად ბიდლოკიანი დისკების კი მოყვება. ჩვენ შემთხვევაში ხა შეცვლილია ეგ დისკები და შავი ლამაზ დისკები უყენია, მაგრამ ოფროუდისთვის განკუთვნილი პაკეტი თუ გინდა, ქარხნულად შეიძლება ბიდლოკიანი დისკები იყიდო. ბიდლოკიანი დისკი ხა ბევრი ვარ გავატრაკო რა არის, ორი სიტყვით ავხსნი. აქ დამატებული ბორტი, რომელიც ბოლტებით მაგრდება, ბევრ ოფროუდერს უყენია საქართველოში, საბურავი დაბალ წნევაზე დადიხარ უგზოობაში, არ გადაძვრეს დისკიდან. საკმაოდ პრაქტიკულია და ნუ ყველა იყენებს, ვინც უგზოობაში დადის. ამ შემთხვევაში რამზე შეიძლება ქარხნულადაც შეიძინო ეგეთი. შიგნით ხედავთ სუპორტს, არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება და არც თუ ისე დიდია. ანუ არ ვიცი ეს კომპლექტაციის მიხედვით აყენებენ, მაგრამ თვალში მართლა მე პატარაა. რატომღაც პატარა მგონია. გვერდსაც რო გამოვუყვეთ, კრილები არ მინდა დამოვიწეს, საკმაოდ გამობერილია, საკმაოდ განიერი მანქანაა და სარკეშიც რო ვიყურებოდი აი სარკიდან უკანა კრილს კაი აი ხორციანი დაკუნთული შტანგისტივით ფეხები აქვს და მომეწონა. საკაიფო ისაა, რომ ბაყვები აქვს იმენ რომ დაგარტყას ფეხი, ეს ძვლებში დაგამტროს. სხვათა შორის ეს პიკაპები მართლა სატარებელი რო არ კონდეს არაფერი, ისეთი მანქანები გამოუშვა ფორდმა და ამ რამმა, რომ ნუ აი გინდა არ გინდა, გინდება რომ ყავდეს შენს ერთი პიკაპი. აი ჭირდება თუ არ ჭირდება, მაინც ყიდლობ. დიდი რამის წარწერა, ამ რამის წარწერზე მე ტიუნინგ ატელიეები ატრიალებენ ხოლმე ასოებს და გამოდის war, ანუ ომი. ეგ საკმაოდ ჭკვიანური არის. აქაც ჭრილის იმიტაცია უკვე უკან დაიკიდეს. ეთყობა წინ რო ხატავდნენ და აპროექტებდნენ ხო, ცოტა გამოფხიზდნენ, ხო, ახლა ლუცროსავდნენ და უკან აღარ გაუკეთეს, ანუ ამოვსებული ლამაზია, მაგრამ ეს ფუნქციონალური ნამდვილად აღარ არის. ფარებს რაც შეეხება, აქაც რა მაწერია, ნუ პატარაზე, ეს ახლოს თუ არ მიხვედი, ისე ვერ დაინახავ, ანუ ზედმეტად ქარხნულად დაწუნგებულივით არ არის, რომ თვალში ხვდებოდეს სულად ლამაზათა, ელეგანტურად და რაც თავარია ბრუტალურად. მოდი გავაღოთ უკვე. ესენი დამატებულია, რა თქმა უნდა, მე aftermarket-ია, ეს ტულე ზევითაც აქვს სახურავზე. ნუ აქ მოათავსებ რავი, ნებისმიერ თხილამურები გინდა, სნოუბორდი გინდა, ველოსიპედს დაამაგრებ, იმ ხელა პიკაპი მოტოციკლს წაიღებ, სადაც მოგინდება. აი ესე შიგნით უზარმაზარი სივრცე, ამას აღარ გავხსნი, აქ ნებისმიერი ნივთი, რაც გექნებათ, შეგიძლიათ ჩადოთ. ყველაზე კაი რა არის კიდე? ამ მანქანას ბევრი უყურებს ხოლმე ზოგადად პიკაპებს, რომ აი სამუშაოდ პრაქტიკულია და ასე შემდეგ და რასაც მინდა იმას ვატარებ და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც მაინც და მაინც ეგ არ უნდა და სამუშაოდ არ ჭირდება, სამუშაო ჩვეულებრივებიც აუცილებელი არა TRX-ი ყავდეს. ძალიან კომფორტულია ქალაქგარეთ, თუნდაც ოჯახთან ერთად, თუნდაც მეგობრებთან ერთად რომ მიდიხარ სამოგზაუროდ, იმიტომ რომ ნებისმიერი ზომის ბარგი შეგიძლია აქ შეყარო, აი ყველაფერი, ხო გეუბნები შეგიძლია მოტოციკლი დააყენო და ის აიყვანო და განკუთვნილი რაც არის სავარძლების სალონში, ინტერიერში შეგიძლია ბედნიერად იჯდე და ისიამოვნო ამ შენი მოგზაურობით. საკმაოდ ჩატა დაიკეტა სხვათა შორის, საკმაოდ. ეს დუგაც პიკაპზე არის aftermarket-ი, მომწონს რომ ესეთი aftermarket-ი რაღაცეები შეგიძლია ესეთ უზარმაზარ მანქანებს დაუყენო ისე რომ აი გემოვნებას ვერ აცდები ვერანაირად. აი რაც არ უნდა დაუყენო ესეთ ბრუტალურ მანქანას ყველაფერს იხდენს, ყველაფერი მოუხდება. ეს არ არის ის მანქანა, რომ აი რაღაცა ფაქი დავაყენე, ზედმეტი ხო არ არის და რაღაცა ხო არ გაციგნდა ეს მანქანა და რაღაცა ძალიან ჭრელი ხო რასაც დააყენებ, ყველაფერს იხდენს ესეთი ბრუტალური მანქანები. კომენტარებში დაწერეთ ამის ვიზუალი, ანუ ექსტერიერი გირჩევნიათ თუ Ford F150 Raptor-ის. მაინტერესებს ვის რომელი უფრო მოგწონთ. ეხლა ვიზუალი კარგია, მაგრამ ყველა ელოდებით ამ ძრავის კნავილს. ჯერ კაპოტი არ უნდა ავხადო. მინდა რომ გავიაროთ ემოციები, ის რა ემოციებსაც მომანიჭეს, მინდა რომ გადმოვცე ჩემი test drive-ის მეშვეობით, იმიტომ რომ მთელი მუღამი ის არის ხოლმე პირველი რეაქცია. ეხლა მე თუ ვიგაზავი ამითი და მთელი ცხოვრება ვიარე და მე მოგიყევით როგორი მანქანაა, მაგას მუღამი ეკარგება. ამიტომ ერთად მინდა გავიცნოთ. ყოველთვის მაგას ვაღადებ ხოლმე, რომ ერთად პირველი ემოციები უნდა გადმოგცეთ ხოლმე. ჯერ არ ჩამიჭერია, აღჩქარა არ მივლია და არაფერი არ გამიკეთები ამ მანქანით. სპეციალურად რომ ის პირველი ემოცია დაინახოთ. მომწონს თუ არ მომწონს. წავედით ამოვქოქოთ, ეს ულამაზესი ადგილი დავტოვოთ ცოტა ხნით, შატო მეფის ქალაქი, თქვენს თუ მოგინდებათ ხოლმე ქალაქგარეთ გასვლა, დასვენება და ეს ხედი დატკბობა, შეგიძლიათ თქვენს ჩამოხვიდეთ და ამ სასტუმროს ესტუმროთ. ამოვქოქავ, ეხა სიმშვიდეს დავარღვევ ცოტას და ვეცდები ჩუმად გავიპარო, მაგრამ მაგას ვერ შეგპირდებით. ამ მანქანით ეგ არ გამომივა.
გადახტა. ამოთხარა ორივე საბურავით. 0-100 4-4-2. ანუ 4 ნახევარი უწერი ესე ქარხნულად და ჩვენ ყველაზე არა ქარხნულ რეალობასთან ვართ ახლა აქ. პირველი სატესტო რომელიც არ გადაგვიგია 4-1 დაწერა. ჯერ ისევ სპორტ რეჟიმში მაქვს, არ შემიძლია არანაირი მოუდი და უბრალოდ აი გაგორებულზე მივაჭირო. თავისით არც მანუალით არ ვთავ არაფერი. ეგრევე კატას ეგრე ტრაშიტი მივეცი, გესმით ალბათ კნავილი კატის. ანუ იმდენად სწრაფად და მარტივად ჩქარდება, რომ რაღაც მომენტში მეშინია შეჩერება, იმიტომ რომ სუპორტები რომ მახსენდება, რომ პატარა და ტორუმს ანუ მუხრუს რო ვაჭერ ფეხს, მუხრუჭის პედალს, აი მგონია რომ ვეღარ გავჩერდები ამ ხელა მონსტრით, მაგრამ აჩქარება ნუ იცოცხლე, მიფრინავს. ეგ შეიძლება შევიწოვოთ ვრანგლერი ფილდში. არ ვიცი, ემოციები, ეხლა რა უნდა გითხრათ, რა ემოცია, უკრიდან მოდის, აი რავი, ტყვიან ფრქვევის ხმა, წინიდან კატის კნავილი მოდის და აი ყველაფერი ერთად რაღაც სასწაულია გონებაში. არ ვიცი, ჩემი გონება მარტო იმას ფიქრობს, რომ კატა ტყვიან ფრქვევით დგას და აი მე დამოუკიდებლობას აფრქვევს. ანუ მეც ვერაფერს ვერ ვფიქრობ. კი, რა თქმა უნდა, ეს მანქანა არის იმ ხალხისთვის, ვინც ვერ გაიზარდა და უბრალოდ ასაკი ემატება. ანუ ჩვენნაირი ავტომოყვარულებისთვის. სპორტული მანქანასავით იმართება, აი ჩვეულებრივი მასლკარია დიდ საბურავებზე, ჩვეულებრივი მასლკარი, აი არანაირი პიკაპის შეგრძნება არ მაქვს. 702 ცხენის ზალა და 891 ნიუტონმეტრი, ანუ ქარხნულად მონსტრი გამოდის. ჩვენ მეგობარს გაკეთებული მიყავს უფრო ჩქარი არის ეს მანქანა, ანუ ცხენები მომატებული აქვს და მაგით არის რომ იმ ქარხნულ ციფრებს აჩქარებას 4 და 5 აჯობა, იმიტომ რომ მომატებული აქვს ცხენები და სტარტიც უკეთესი ქონდა, რა თქმა უნდა. ჩვენ რო იდეალურ პირობებში გავიაროთ ამ მანქანით, დარწმუნებული ვარ შეიძლება 4-საც ჩამოწდეს და 3 და 9-ს დაწეროს. მაგრამ ჩემთვის ეგეც მისაღები იყო და დამაკმაყოფილა. ამ მანქანით მინდა რომ აი ვაკნავლო და ეს ტყვიან ფრქვევი გავააქტიურო ჩემი პიკაპიდან, უკრიდან. ამ ხელა მანქანა ისე მოძრაობს და ისეთი მანევრია რომ საერთოდ ვერ ხვდები რომ აი უზარმაზარ პიკაპს მართავს. საერთოდ. ნუ ჩაჭერასთან ერთად, რა თქმა უნდა, საწვავის მანიშნებელიც აი ეს ნელ-ნელა მოდის და მოდის. აი ერთადერთი განსხვავება რაც არის ამას და Raptor შორის, რომ ის ორჯერ ნაკლებს ვავს და ეს უბრალოდ აი გაზის პედალს ჩააჭერ თუ არა, აი უყურე და იანი ქვევით ამოდის ბენზინი. მაგრამ ამ ერთ წუთში, ამ ორ წუთში, რასაც აკტრელ და აი გაზაობ, საერთოდ არ მაინტერესებს საწვავი, იმიტომ რომ იმდენად მაბედნიერებს და იმდენად მიხარია, რომ აი, რავი, უფრო მეც როწვავდეს, საერთოდ არ ერთი თვალითაც არ შევხედავდი ბენზინის მაჩვენებელს. ნებისმიერი სიჩქარე და რუაჭერ მიდის და მიდის. ეხლა მოდი გადაცემათა კოლოფზეც მინდა ვისაუბრო, ცოტა ხანი გადავრთოთ ეხლა ჩვეულებრივ მოუჩი, წუთი გამოვიდა. აქედანაც ირთვება, აი აქ პირდაპირ, იქ რო არ ვაჭიროთ, მაგრამ ავტოზე გადმოვრთოთ, დავაწყნაროთ ცოტა ხანი მანქანა, შეიცვალა ყველაფერი, დავაწყნაროთ ცოტა ხანი მანქანა და გადაცემათა კოლოფზეც მინდა ვისაუბრო. 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, მე რომ მივეჩვი ამ Raptor-ზე 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით სიარულს, ანუ ცოტა ცუდად არჩევს სიჩქარეებს, ანუ აი ქარხნულად ეგეთი არის. აი როცა უნდა მაშინ გირთავს, ან გაზაობის დროს არ ვიძახე, ქალაქში ნელა ჩვეულებრივ რეჟიმში რო დადიხარ, რაღაც მომენტებში არის რომ ცუდად რთავს, ანუ არასწორ სიჩქარეს არჩევს და აი მიწოლები აქვს, წარტყმები აქვს და ასე შემდეგ, რაც ნუ საკმაოდ ისეთია დიდ დისკომფორტს განიცდით არების დროს. ამ შემთხვევაში ჩვენთან TRX-ში არის 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და ნუ მსგავსი ჯერ არაფერი არ მიგზნია. არც ნელა სიარულში, არც ჩქარა სიარულში, არც აღმართზე და არც დაღმართზე. ანუ საკმაოდ სასიამოვნოდ რთავს სიჩქარეებს. ანუ ის პანჩურის ამორტყმა, მიწოლა, დაბრკოლება არ ქონია საერთოდ. დაკიდების სისტემას რაც შეეხება, საკმაოდ კარგად უჭირავს თავი, საკმაოდ კარგად. ნაკლები ყანყალი აქვს ვიდრე Raptor-ს, ეგეც მინდა აღვნიშნო. ეს მანქანა თითქოს არ მიტოვებს იმ შტაბეჭდებას, რომ აი უზარმაზარ მანქანას ვატარებ, იმიტომ რომ აი არ დაყანყალებს იმდენად, აი ეს ყანყალი ქანაობა, წევა არ აქვს ისეთი რომ მიხვდე რომ ჩვეულებრივ პიკაპში ხარ და ვაიმე და აი
დავიღალე და მაჯაღჯაღებს და თავი ამტკივდა და თავბრუს ხო ამართ. მსგავსი არაფერია. ანუ უბრალოდ დიდ სპორტულ მანქანას მართავ. Un flow letal, una estrella inestable. Tu chica me ama porque soy inigualable. Messi en la cancha, no intentes marcarme. Si está conmigo, no intentes traquearle. Original Juan, como pinto los payasos. Antes de morir, voy a matar al fracaso. Jugando tazo, crecí a los... ცოტა ჩაჭერების მერე ზრავსაც ჩავხედოთ ახლა. იმიტომ იმდენი ვაქედა ვადიდე, უნდა ჩაგახედოთ. თითი წავიდე. აჰა, თავისი ორი ამორტიზატორით. უზარმაზარი ხუფი აყენია პლასმასის TRX-ი აწერია. ძრავი ფაქტობრივად დაფარულია, მაგრამ შეგვიძლია ეს მოვხსნათ. ესე და მაინც დაფარულია. და მაინც დაფარულია. იმიტომ რასაც ვიძახდი ვიდეოს დასაწყისში, შემშვები აქვს სხვანაირი, ვინაიდან ეს არის უგზოობის მანქანა, ზუსტად Hellcat-ისნაირი შემშვები არ აყენია. ანუ ჰაერის სხვანაირად მიეწოდება ამ მანქანას და აი ამ პატარა გადაკეთებების გამო აქვს ოდნავ ნაკლები ცხენისძალა, ვიდრე მაგალითად Challenger-ს. თუმცა ერთი და იგივე ცხენებია, მე თუ მკითხავ 702 ცხენისძალა აქვს, ნუ 700 ვთქვათ, ეს ორი ნერვოს მიშრის და 700 ცხენისძალიანი მონსტრია. როგორც ვახსენე უკვე ეს გაკეთებული არის, ანუ სტეიჯია მომატებული, იქ ჩაწერილია პროგრამა, ანუ დაპრაშიკებულია ჩვენ ენაზე რო ვიძახით ხოლმე და რა თქმა უნდა უკეთესად დადის. ზუსტად მაგან განაპირობა, რომ უკეთეს დროში აჩქარდა, ვიდრე ქარხნულს უწერია. ეს ლოგო არის ლოგო რა ეს ნახატი რაც გააკეთეს ამერიკელებმა, აი ეს არის პირდაპირ სულში ჩახტობა. TRX-ი როგორც ვახსენე არის T-Rex-ი და ეს მეორე დინოზავრი როა რო ჭამს, ეგ რეალურად აბა რა არის, მიცით, ეგ არის Raptor-ი. ანუ ტიპები ადენ პირდაპირ ტყუპი ციხლით გამოექანენ და ჩაახტნენ Ford-ის კამანდას. აი პირდაპირ მარკეტინგი ვიცი რომ რაღაც ბილბორდზე, რეკლამაში, რაღაც სადღაც იქ რაღაცა შავი პიარია უგო რომ რაღაც ახნა ამათმა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და მასწავლებელო შენი დედა გააქანას პირდაპირ დიდი T-Rex-ი რომელიც ჭამს Raptors. ვიზუალურად ახლა აქ სანახავი დიდად არაფერი არ არის, მაგრამ აი გვერდიდან რომ ჩავხედათ, აი, გეიხედე. ეს ერთი აი კომპრესორი, ჩვენი პატარა კატა, რომელიც კნავის, ძრავი საკმაოდ უკან არის შეწეული ეს წონის გადანაწილებასაც ეხმარება, ანუ შიგნით არის შემოტანილი. 800 სიჩქარიანი გადაცემათა ყოველფერი რო ვთქვი, ეგეც იდეალურად მუშაობს და მეც ახლა წინ ვერაფერს ვერ გეტყვით. 4-ვე წამყვანია სულ. დაკიდების სისტემასაც მოდი აქვე შევხედოთ ბარემ, იმიტომ რომ Fox-ები უყენია Raptors, ანუ Raptors იმიტომად არის, რომ რეალურად, ანუ კიდე იმას გავიმეორებ, აი ტუნდრას ამას არავინ არ ადარებს და ანუ სხვა მანქანას, ანუ ამ ორის ჭიდაობა იყო. ასევე Silverado არის, Silverado-ს რომ ჯაკალი გამოუშვა, იმენა შაკალი დაარქვა, ეს შაკალი მანქანა გამოუშვეს, მაგრამ რატომღაც ეს ომი გაჩაღებული არის ამას და Raptor შორის. ნუ ჯერჯერობით ეს ლიდეროს, მე უკვე Raptor R-ს რო გავტესტავთ, მანდ გამოჩნდება რა იქნება და როგორ. Bilstein-ის დაკიდების სისტემა, იქ Fox-ები აყენია, აქ Bilstein-ი აყენია, უზარმაზარი აგერარი სპეციალურად ამ მანქანისთვის. მომეწონა, ძალიან მომეწონა, ამას კიდე გავტესტავთ, იმიტომ რომ უგზოობიდან ცოტას გადავიმთ, ლამაზ ადგილებს ვნახავთ, რომ კარგი კადრები შემოგთავაზოთ და შიგნიდანაც მოგიყვებით თუ როგორ დადის. ასევე დაამატეს 6 ცილინდრიანი RHO, ვისაც 8 ცილინდრიანი არ უნდა, უფრო ეკონომიური ვერსია შეუძლია რომ შეიძინოს. 3.0-იანი RHO RAM High Output-ია, ეგეთი სახელი დაარქვეს. ასევე Hellcat-ებს Challenger-ებს რო აქ ჰაერი ხვდება ეს ფარებიდან, მაგის ტეზრავი გადაღებულიყო და ისიც რომ ერთ-ერთი ფარიდან ჰაერს იღებს, ანუ პირდაპირ შემშვებში ხვდება. აქედან რო ვანახე ვიზუალურად რომ დავათვალე რომ განახეთ უბრალოდ აქედან რომ შედის ჰაერი პირდაპირ აი აქვევით. აი აქ ჩადის და ეს არის ანუ ამის ფილტრი არის ფაქტიურად. ნუ კაი ამღები, კაი ადგილია, კარგად არის მოფიქრებული და ესეც მომეწონა, იმიტომ რომ ამ ძრავს ჰაერი ნამდვილად ჭირდება. ეხლა უკანა მხარესაც ვნახოთ პიკაპი და სავარძლოსაც გადავხედოთ უკანა სივრცეს. მოგეთ, ვინაიდან ჩვენ პირდაპირ აქედან არ შეგვიძლია რომ შევხვდეთ, აი ესეთი საფეხური დაგვიმატეს. აჰა, აქედან შეგიძლია უკვე ახვიდე. ორი ამაზე არ წამოეგე. ნუ შეიძლება ჩამოვარდე თავპირის მტურევით. რომელი ჯობი არ ვიცი, მაგრამ მე იმაზე ვიყავი მიჩვეული, აქედან შეგიძლია მარტივად ახვიდე და მიარტყა და დაიკესო, მაგრამ მგონია რომ ჩაპიზდო. ხო, ერთხელაც მგონია რომ ფეხს დავადგავ და შევარდება და სახი დავეცემი ძირს. ნუ ჯერ არა, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცი. მოდი უკანა სავარძლოსაც ჩავხედოთ, ვიცი რომ თქვენც იცის რო აქ სივრცე
ძალიან დიდი იქნება, მაგრამ მაინც გამოვაღოთ კარი და შევიხედოთ. უკან რა თქმა უნდა მეფესავიძი ხარ, ეჭვი არავის არ ეპარებოდა. აქ ორი ჰელის ჩასადები გვაქვს, პატარა სათავსო გვაქვს და აქ შეგვიძლია სათვალეს დავდოთ ტელეფონი ან ნებისმიერი პატარა ნივთი. ასევე სავარძლების გათბობა, გაგრილება აქ აქვს, გაჯეტებისთვის შესაერთებელი დენის წყაროები გვაქვს მან. ნუ მეტი განსხვავებული არაფერი არა აქ. აქაც უკანა სივრცეც ლამაზია, ალკანტარა, ტყავში, აი ყველაფერი. აქაც ალკანტარას ხელის დასადები და ნუ თვითონ ეს აბიუკებით ნორმალურია, კარგად გამოიყურება და მიფუჩეჩებული არა. ანუ როგორც წინ არის, ზუსტად ანალოგიურად უკანაც ყველაფერი ისია. ეხლა ამოვქოქოთ ისევ ჩვენი ნადირი და გავაგზავნოთ ტესტ-დრაივი. წავედით. ჩვენი ჯო ელოდებოდა, როდის მიუჩენდით თავის განკუთვნილ ადგილს. ესეთი საქართველოს დროშიანი მაისურით ჩვენი ჯო წითელი. ჩვენი ერის სუნი დავატრიალოთ. მოკლედ დაწყნარებულზე შეგვიძლია გადავხედოთ აქაურობას ინტერიერს, იმიტომ რომ პიკაპებში ესეთი ინტერიერი ხშირი არ არის და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ მართლა მოინდომა რამა, რომ აი ყველაფრით ყოფილიყო უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე არის Ford F150 Raptor. მთლიანად ყავი გადააგრეს, აქ ალკანტარა შემოგთავაზეს, აქ კარბონი შემოგთავაზეს. რეალურად ეს შემცველი ნამდვილი ტყავი არ არის და ტირექსები არ მოყავთ ხოლმე და არ ატყავებენ და არ აკრავენ, მაგრამ ნუ რბილია, კარგად გამოიყურება და ნუ გამძლეც არის. ერთი მაინც ვერ გავიგე, რატო შემოგვაპარეს გვერდზე პლასმასები. ოღონდ ეს ის არ არის, რომ გინდა თუ არა თითინან გამოწვეული მიზეზი და აი ტვინს ეს პლასმასი არ უნდა ყოფილიყო. ანუ ყველგან რაღაცაა მოფიქრებული. ტყავი, კარბონი, ალკანტარა და პლასმასი, ანუ რაღაცა იმიდანაც გადაეკრათ, პატარა ალკანტარა, ან თუნდაც ტყავი ყოფილიყო. მესმის აი ეს ხელის ბერკეტები რაცა დაგვეხმაროს, ეს რო პლასმასია, კი ბატონო, მაგრამ აქაც კი მოუფიქრეს და ესეთი ტყავი შემოაკერეს. მაგრამ აი ეს მთლიანად პლასმასი დატოვეს გვერდები. არ ვიცი ეს რა გადაწყვეტილება იყო და რატო ქნეს ეგრე, მაგრამ რაც არის იმას გაჩვენებთ. საჭე, აი ესე გამოიყურება. ცუდი არ არის, ნორმალურად გამოიყურება. ალკანტარა, ტყავი, კარბონი. შვენიერი შერწყმარი, აქ დაბღვერილი ისე ჯიხვი იყურება იქიდან. ვერძი არის ეს. მაგრამ ამ საჭეზე ერთადერთი რაც მომეწონა ვიზუალურად, აი მართლა რომ მომეწონა, ეს არის შიფტერები. გამოჭრილია, იმიტომ რომ აქ ღილაკებია დატოვებული მულტიმედიის, ხმას რო აუწიოთ და დაუწიოთ. პრაქტიკული არ არის, იმიტომ რომ რეალურად შიფტერებს თუ იყენებ, გიწევს ზედა თითით, შუა თითით უნდა გადართო, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვიძახი, რომ მირჩევნია ლამაზი იყოს ვიდრე პრაქტიკული. ამიტომ ჩემთვის ეს უფრო ლამაზია და განსხვავებულია ვიდრე ჩვეულებრივი შიფტერები მომწონს. რაც შეეხება ბარს და სივრცეს, ნუ სივრცე რა თქმა უნდა ამხელა უზარმაზარ მანქანაში, რომ დიდია მაგაზე ახლა ლაპარაკის ზედმეტია, ხედვის არეალი ნორმალური მაქვს, თან მით უმეტეს რაპტორით ყოველდღე დავდიოდი და ანუ ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან, ორივეში კარგი ხედვის არეალი გვაქვს. მომეწონა რომ სარკეებზე, გვერდთა სარკეებზე დამატებულია კიდე პატარა, უფრო ფიშაი რო უყენია, რომ უფრო კარგად ჩარდეს ისეთი blind spot-ები, რომელსაც ჩვეულებრივი სარკედან ვერ ხედავთ, იმიტომ რომ უზარმაზარი მანქანა რო არის რაღაც ადგილები, სადაც ბოლომდე კარგად ვერ ხედავ და სხვისი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეგ ყველაფერი მომწონს. blind spot-ები აქვს, მაგრამ ის სარკე blind spot-ი არ არის, ის სხვა რაღაცა არის. აი უფრო კომფორტულად ხედავ. მანქანა ვერ დაგემარლება. ან ველოსიპედით ვიღაცა რო არ გაჭყლტო და გააპაშტეტო, კურიერები რო დაფრინავენ სკუტერებით რო არ გადაუაროთ, ის მაგაში დაგვეხმარება. ასევე აქ უზარმაზარი კარბონი აყენია, ესეც სათავსო არის, ზედა პატარა სათავსოა, ესე იხსნება, სათვალები შეგიძლიათ ჩააწყო. TRX-ი აწერია, ქვევით უხეში სათავსო კიდე ერთი, დიდი. ასევე აქ გვაქვს კიდე ერთი სათავსო პატარა, ასევე კიდე შიგნით ერთი დიდი სათავსო გვაქვს. რა თქმა უნდა, შიგნით უკვე შესაერთებლებიც გვაქვს, ანუ დენის წყაროებიც გვაქვს. აქ TRX-ის ლოგო უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც გაფუჭდა და მე ახალს დააკრავენ, ანუ აქ ეს აწერია ლამაზად, ვერცხლისფერი არის. შეგიძლიათ Google-ში ნახოთ მე ეგ ფოტოები და კიდე აქ გვაქვს ორი ჰელის ჩასადები. წინ ორი ჰელის ჩასადები გვაქვს, აი ეს ტელეფონის ჩასადები ერთადერთი ცოტა ვერ დაუმუღამი, იმიტომ უნდა ჩათხარო. ყველას უმეტესობას ტელეფონი უდევს кейსში. кейსით რო დებ, ანუ პირდაპირ ესე ვერ დადებ. აი ბოლომდე უნდა ჩატენო და რაღაც სულ შეგრძნებას მიტოვოს, მგონია რომ უნდა გაფუჭდეს ჩასადები და დაიკაწროს ჩემი ეკრანი. wireless charge-ია ეგეც. აქაც პატარა სათავსო გვაქვს, დენის წყაროები, რომელიც დინარაძეს ეზიზღება და სანამ ვიტყვის ეს რა უბედურება, რატო არ დამალესო, მე პირდაპირ გეტყვით და აქაც ქვევით შეგვიძლია რაღაცები ჩავდოთ. აქაც
აქაც რაღაც შეგვიძლია დავდოთ და ერთი დენის წყარო გვაქვს. იტყვით რომ ზევით რაც გვინდაო დენის წყარო, მაგრამ რეალურად ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ off-road-ისთვის. ანუ გულისხმობ რას, ნებისმიერი гаджеტი რაც გექნებათ, აქ მიმაგრებული GoPro იქნება თუ სხვა GPS-ისთვის რამე მოწყობილობა, თუ ჯდება აქედან პერენოსკით, ანუ დამაგზავრებით აღარ გიწევს შუნრების გაყვანა, პირდაპირ აქვე ჩაერთებ და აი ზევით შეაერთებ. ანუ დენის წყარო გვაქვს, იქვე რომ гаджеტი მარტივად გამოვიყენოთ. Head-up-იც გვაქვს. აქედან ანათებს შუშაზე. Harman Kardon-ის გვაქვს, ანუ აუდიო სისტემას, ბევრი წერს ხოლმე რომ რატო არ იძახიო, რატო არ ახსენებ აუდიო სისტემასო. რატოღაც გადავეჩვიე მეც, იმიტომ რომ რეალურად ახალ მანქანებს აი ესე ცუდი და ბანზი აუდიო სისტემა ნაკლებად აქვთ ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი გვაქვს და მოდი აღვნიშნოთ და არ დავუკარგოთ ეგ. აქაც ალკანტარა, ტყავი, კარბონი მომეწონა, იმიტომ ხშირად არ გვხვდება ესეთ მანქანებში ესეთი ინტერიერი. კი, პატარა რაღაც შეცდომები აქვს, ნამდვილად, ეხა ხარისხი, ანუ ამერიკული ხარისხი ამებში ჩანს დაბოლოებში. აქ ბერკეძეც არის პატარა ისენი და რო ეთყობა ეს ჩამოსმული პლასმასის ისენი ნაციბურები რო რჩება, ეგეთები აქვს, კი ბატონო, აქაც პატარა ესეთი ისენი აქვს, რა გრიჭოები აქვს. არ დაუკარგოთ რა. გაგებით მოვეკიდოთ, რა თქმა უნდა. და მთავარი კიდე რა მომეწონა. მთავარი მაჩვენებლების დაფა. ძალიან ლამაზად გამოიყურება, ეს ფერები, კაშკაშა ფერები, სულოტვის ხოლმე რომ აი რა გახდა, აქ ძალიან ლამაზად გამოიყურება და აი მომწონს. ის დიზაინი, რომელიც შეურჩიეს და ის სიკაშკაშე ამ მონიტორს ნამდვილად აქვს და ზევით TRX-ის აწერია. ნუ მე ხა მოუდებს რომ თავი გადადის მე უკვე სხვადასხვა ინფორმაცია გამოდის აი მონიტორზე. რა მაჩვენებელს არ უნდა გამოიყვანოთ, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული და ფერები ყველაფერი უხდება. გადმოვინახოთ ახლა მთავარ მენიუზე, თავარ ციფრულ დისპლეიზე, აქაც ნახე, უკან რკინის ისა აქ ეფექტი რა ეს. რკინის შიტრო, მეტალ შიტრო არის, იმის ისა აქ რა ქვია, ფონი, რომელიც ლამაზად გამოიყურება და ну სისწრაფით არ გამოირჩევა, რა თქმა უნდა, აღვნიშნეთ უკვე ეგ, მაგრამ იმას მაინც ვიტყოდი, რომ Toyota-ზე უკეთესი მონიტორი არის, აი 10 ჯერ. აქ TRX-ის ლოგოს რო დავაჭერ, ეგრევე პერფორმანსში გადადის აქედან, შეგვიძლია მე ავირჩიოთ ჩვენი რეჟიმები. რეჟიმები შეგვიძლია ავირჩიოთ აქედან, touch-ით, ან აქ off-road-ის რეჟიმები შეგვიძლია აქედანაც გავააქტიუროთ. მოკლედ ყველაფერია იმისთვის, რომ არ მოიწყინო ამ მანქანაში, აბსოლუტურად ყველაფერია. ულამაზეს ადგილას ამოვედით, აი ყველაფერი მთის წვერვალზე ვარ და გარშემო ძალიან ლამაზია. ზოგან თოვლიდევს, ზოგან არ დევს ჯერ კიდევ და მთლიანობაში ეს ულამაზესი ხედი გადაიშალა ჩვენს წინ. მაგრამ ხედი კარგია, მაგრამ ისევ დაუბრუნდეთ ამ ავტომობილის პერფორმანსს. მოგეთ, ეხლა გააქტიურებული დიდად არაფერი არ ქონდა, იმიტომ ძალიან პატარაზე არის ეს თოვლი, სადაც დევს, სადაც გადმოვედით, უბრალოდ გვინდოდა რომ მოგვეცურებინა ეს მანქანა და აქ ამოსულიყავით ლამაზი კადრებისთვის. დღეს რო დავლანჩეთ, აქედან შეგიძლია დაარეგუნი რომ ბრუნი, რომლიდან დაალანჩინო, ანუ გააჩინე ხა სლიკებზე რო შეაგდო, შეიძლება ის მაგალითად 1500 ბრუნიდან აღარ ქონდეს ისეთი ეფექტური ლანჩი, ამიტომ მოგიწიოს ეს აწევა. 2000-დან დაასტარტიო და შენით არეგუნებ ამ ყველაფერს. ერთი სიტყვით მაჩვენებლები შეგიძლია აქაც გადმოიტანო, მაგრამ როდესაც შენ აქ ორი მონიტორი გაქვს, შეგიძლია აქ სხვა რაღაცას უყურო და აქ კიდეც საერთოდ სხვა რაღაცას. ეხლა ცოტა ხნით გარეთ გადავიდეთ. კნავილი ძალიან მაგარია, უხდება AK4-სთან უფრო დიდზე ისმოდა, მაგრამ ამ კნავილს რეალურად ქალაქში მიაქვს 24 ლიტრი
ბენზინი. ანუ ძალიან ბევრს წავს, მაგას ვიძახი, რომ ოდნავ მაინც გაზისკენ თუ გაგეპარება ფეხი, ადის და ადის ეს წვა. ანუ ცოტა აგრესიულად რო იარო 30 litrს დააწვევინე ძალიან მარტივად. ნუ ნელა თუ დადიხარ, რა თქმა უნდა 20-საც ჩამოცდება. ქალაქგარეთ თუ დადიხარ სწორგზაზე, ანუ ტრასაზე, რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლებს წავს. ახლები ღირს საკმაოდ ძვირი, მაგრამ ამ პერფორმანსთან შედარებით და ზოგადად ამ მანქანის ვიზუალი ძრავი და პერფორმანსი ჩემი აზრით ობიექტური რო ვიყო, ისეთი ძვირიც აღარ გამოდის. ანუ 100 პლუსით უნდა ამ მანქანას და ძვირი თუნდაც იმიტომ არ გამოდის, რომ ეს პერფორმანსი და ეს ძრავი იმსახურებს ამ ფასს, რა ფასიც დაადეს. ერთადერთი არის შედარება, ყველაფერი არის შედარებითი. ბევრი პიკაპი არ არის, რომელიც ესეთი პერფორმანსით გამოირჩევა. არის რამოდენიმე პიკაპი, რომელიც კონკურენციას უწევს და მთელი დღე ამ ვიდეოში ვახსენებ, რომელი პიკაპია. სხვა პიკაპებიც რა თქმა უნდა არსებობს და ისინი გაცილებით იაფიღეს. ნუ გასაგებია, ეხა Hellcat-ის ლეგენდა ძრავიდებს ამ მანქანაში და კიდევ ვახსენე, რომ ინტერიერიც იმ ჩელენჯერებზე და ჩარჯერებზე უკეთესი აქვს. დაკიდების სისტემა, გადაცემათა კოლოფია, ხიდებია თუ რა არის, ამ მანქანის პერფორმანსი მართლა იმსახურებს მაგ ფასს. დანარჩენი პიკაპები რა თქმა უნდა 100-ის ქვევით ყველა, აბსოლუტურად ყველა თითქმის 100-ის ქვევით ღირს. Hennessy-მ არაკმარა ეს 700 ცხენი და დააჭუნგა 1000 ცხენზე აიყვანა, ანუ შეგიძლია უკვე Hennessy-ის მამონტი შეიძინო უზარმაზარი ნადირი და იმას უკვე 1000 ცხენის ძალა ვერ წარმომიდგენია რა მაგარი იქნება ეგ მანქანა. რა თქმა უნდა მაგის ფასიც უკვე ზევით და ზევით ადის. Raptor R-ი აი სულ ახალი გამოსულია, რა თქმა უნდა იმის ფასიც უკვე საშიავარ და ზოგადად ყველაფერმა რომ მოიმატა ფასი ის მანქანაც ეხა გამოვიდა და საკმაოდ ძვირი. ეხლა ისევ დავეშვათ ქვევით, აი ამ ულამაზეს ხედებს ვერ ველევი, მაგრამ მთელი აქ ვერ გავჩერდებით. დავეშვათ დაღამდეს და ღამე ტერორი მოუწყოთ ჩვენ ქალაქს, იმიტომ რომ ამ მანქანით რო დადიხარ, ანუ ყურადღებას იქცევს ყველა მხრიდან. საწვავი ჩავასხათ, იმიტომ რომ ამოუწყურეთ რესურსი, ანუ ბაკი დაცარიელ და 1 გრამი ბენზინი აღარ დაგჭა და გავაგზავნოთ ღამის გადაღება. წავედით. საწვავის garaშე შორს ვერ წავალ. ჩვენ კიდე ტესტ დრაივი გვაქვს დასასრულებელი. ამიტომ შემოვიდეთ ვისოლში, რომ საწვავი ჩავასხათ. გავატარე ჩემი აპლიკაცია და რა თქმა უნდა ვსარგებლო ფასდაკლებით. თქვენც შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი მეგობრები, გააქტიუროთ ჩემი წრე და ერთად მიიღოთ ეგ ფასდაკლებები. ჩვენ რა თქმა უნდა სუპერს ვიყენებთ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი საწვავი გამოიყენოთ და ჩაასხათ თქვენს ავტომობილში. ეხლა ჩავასხათ საწვავი და წავიდეთ განათებულ საახალწლო თბილისში. დასასრულს უახლოვდებით. ერთი სიტყვით არც თუ ისე ცოტა ვიარეთ ამ მანქანით, იმიტომ სულ ქალაქგარეთ ვიარეთ და მოგვიწია ბევრი სიარული და თითქმის ყველაფერი მომეწონა ხა. ვერ ვიტყოდი რომ ამ მანქანას რაღაც ისეთი მინუსი აქვს, რომ აი ამის გამო ეს უნდა დავიცუნოთ. ეხლა მთავარზე გადავიდეთ. აქ მთავარი ყველას ერთ და იგივე კითხვა უჩნდება. ეხლა ყველა უყურებს და ვინმეს თუ ყიდვა უნდა პიკაპის, ძვირიანი პიკაპის ფიქრობენ. ეხლა აბა რა სიტყვისა, Raptor-ი ვიყიდოთ თუ TRX-იო, რამი. იმიტომ რომ ნუ ეს ორი მანქანა არის რეალურად ერთმანეთის კონკურენტი. Cybertruck-ის ეგ არ მოდის არც ერთად, მე თუ მკითხავ, ეგ არ მოდის არც ერთად. თუმცა მაგასაც გადავიღებთ და მე გავიგებთ ეგ როგორი მანქანაა, მაგრამ რეალურად პიკაპი რომ მინდოდეს Cybertruck-ს არასდროს არ შევხედავს. ნამდვილი ბრუტალური პიკაპი თუ გინდა, რეალურად ხალხი არ ჩამა საკეთებს ხოლმე ამ ამაზე, ან
Raptorze. Raptorსაც ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა აქვს. ამასაც ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა აქვს. ვიზუალურად ის ძალიან ლამაზია. ესე ძალიან ლამაზია, ორივე ერთად ბრუტალურია და ნუ ერთის ძალიან რთულია. ერთადერთი, ანუ ძრავია ჩემთვის ხვაობა, აი მოდი. კოლოფი? ხო, კოლოფი. კოლოფს რაც შეეხება. 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც აყენია Raptorze, ჩემთვის არის საშინელება, ნაგავია, აი უნაგვესია, იმიტომ რომ ნუ პანჩურებს ხო ირტყმევინება, ამ სიჩქარებს სulis ისე რომ თვითონაც არის ის რომელში უნდა ჩააგდოს და ასე შემდეგ, ანუ ძალიან დიდი დისკომფორტია. ყველა ვისაც Raptor იყავს, ყველა აჭუნგებს მაგას და ახლიდან წერენ ამ პროგრამასო სხვანაირად, ანუ ახლიდან ასწავლი ფაქტიურად მანქანას სიარულს და ტარებას, უნდა დააპროგრამო რომ პანჩურები არ გიბათქუნოს. აქ ეგეთი მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ. ძრავის რესურსი? დედალები გაგძრე? ნუ ახლა ძრავის სხვადასხვაა ახლა რესურსი რა ახლა. ნუ იმას ვანუსების პრობლემა აქვს იმას. 100,000-ის მერე რომ დაკოკავ ეგრევე რაღაცა ჟღრიალის ხმა თუ შემოგეშვა, ეგრევე მიყავს სერვისზე, უნდა დაასერვისო ვანუსებში რაღაცეები. ნუ ერთისე ტვინის არის. როგორც ძრავი და გადაცემათა კოლოფი ხელოვნების ნიმუშია ეს ჩემთვის და Raptor-ის გადაცემათა კოლოფი და ძრავი არის რაღაცა თანამედროვე რაღაც სიახლე, ტექნოლოგია, ეკონომია და ასე შემდეგ. მეტი არაფერთან არ ასოცირდება. თუმცა ისიც არ მინდა დაგვავიწყდეს, ეკობუსტი გახდა ლემანის გამარჯვებული, იმიტომ GT-ში ეგ ძრავები დევს, ანუ ეკობუსტი ძრავები დევს და ნუ რავი ხა შეჯიბზე 24 საათიან შეჯიბზე, ნუ ბევრჯერ აჩვენა რომ ძალიან მაგარი ძრავია და ის გუნდი მუშაობდა იმაზე რომ ჩემპიონები გამختارიყო და ეგ გამოვიდა. ალბათ ლემანზე 100,000-ზე ვერ ადიან, ხო გარდა? ვერა, ვანოსები არ უფუჭდებათ. მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ, აი ის ბაბანი, ის 8 ცილინდრი, ის ავტომოყვარულობა, ის ფანობა, ის სიგიჟე, ხმაური, კომპრესორის ხმა და ლეგენდა ძრავი ჩემთვის ეს არის და ეს უფრო დარჩება და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ამის კომპრესორის ხმა, ამის ნიუტონი, ამის ცხენის ზალა, ამის ხმა, ну, რა ვიცი, შეუდარებელია. ზუსტად მაგაზე გადავდივარ, რომ ეს საწვავის ეკონომია შეიძლება საერთოდ არ იყოს ვიღაცისთვის გადამწყვეტი და მაგაზე თუ თვალს დახუჭავთ, დანარჩენი ახლა ვიზუალი და სიარული, რავი, ერთმანეთს ნაღდათ არ ჩამოუვარდება ეს ორი ავტომობილი. ახალი ზვირიღის ყველა ვარიანტი, მაგრამ თქვენ თუ გინდათ ესეთი ავტომობილის ჩამოყვანა, შეგიძლია სარფიანად გამოკრა ხელი, იმიტომ რომ კავკასუს ავტოსთან მიდიხარ, ან რეკავ და ეუბნები რომ მე მინდა TRX-ი, აი მინდა ეუბნები, იმიტომ რომ 8 ცილინდა კომპრესორის ხმა გინდა და არ გინდა მასლკარი, შენ გინდა პიკაპი, ნადირი, ბრუტალური პიკაპი გინდა. იქ შეგირჩევე, ისეთი ლაითი დაზიანებით. განახებენ ვარიანტებს, გადამოწმებულ ვარიანტებს, რომ კარგად იყოს დანამტვრევი და ვიღაც არ მაიმუნოვდეს იქ და გადაწყობილი არ იყოს ან რაღაცა მოპარული და რო არ იყოს ზუსტად ეგეთ ვარიანტ შეგირჩევენ. მერე ეთამაშებით აუქციონს და შეგიძლიათ აი ესეთი ბრუტალური მანქანა ჩამოიყვანოთ და საქართველოში თქვენს აკნაულოთ ესეთი კომპრესორი. ამიტომ მიმართეთ კავკასუს ავტოს ნებისმიერ მანქანაზე, მართლა ყოველთვის მინდოდა ამ მანქანის გადაღება. აი მართლა მაინტერესებდა. იმიტომ რომ ახლა სხვა იმებს ვიდეოს რო უყურებდი, ყველა აქებდა და ნამდვილი ნადირია და ერთი სიტყვით რა და მეც მაინტერესებდა. უღრმესი მადლობა ჩვენ მეგობარს, რომ ესეთი ბრუტალური მანქანა გვათხოვა უხეში ტესტ-დრაივისთვის. ვისი ამოვნე, რეკომენდაციას უწევ ამ მანქანას, ვისაც შეძენა უნდა, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ არ დაზადნოთ, ეგრევე ფული თუ გაქვს, მუთაკა გახსენით, იყიდეთ, მაგრა გაერთობით ამ მანქანით და პრაქტიკულიც არის, რა თქმა უნდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მეც ვერაფერს ვეღარ დავამატებთ, დარჩი ჩვენ ახზე, გამოიწერეთ არხი, ვინმეს თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწელი, დაალაიქეთ და რა თქმა უნდა კომენტარებს ველოდები. დროებით. ხა ვაღმუილოთ იმენა. Ja HRO, რომელიც არის უკვე ა? აბა მე რა ვთქვი? HRO. Output-ა იმდო შემეშალა. შენი კინდერი იმენა. რეალურად შემსულ ხა მტვენი რა ვქნა შეჩემა იმენა დამადგა ყოველ მასი უარატო არაფერს არ ამბობ. მართლა ვიტყვი. მეორე მხარეს სხვა რაღაცეები გამოიტანო.
გამოიტყვანა. კაი, ახლა. ნუ ისინი ოდნავ გაცილებით იაფიყეს. ერთ-ერთი ეგ შეგვიძლია. გაცილებით რანაირია? რა? ცოტა ძალიან. ხო, ხო, ბაზარი არა, შემეშალა. კაი, მაპატიეთ, ნუ ჩამაგდეთ ცოლში. სხვა ენერგეტიკი და სასმელი მე არ მინდა ხოლმე გაზიანი არს. აუ, იმენა ჭორაობა არის უკვე. დავიღალი აღარ შემილია, всё, დავამთავრე, всё.